როგორ აფასებთ ალეკოსთვის რაღაცა მეოთხე ბრალის წაყენებას კაცს მსჯილი აქვს ამდენი წელი და ესე იგი რეპლიკის გამო რომელიც პოლიციელის მისამართით გამოიყენა არა კაციო არა და ალეკოს ჩვენებაც აქვს მიცემული ამ პოლიციელის წინააღმდეგ დაკითხულიც არის და იქით ადანაშაულებს ამ კაცს დიდი მადლობა სოფო ჩართვისთვის მივესალმები ჩვენს მაყურებელს კი სწორად აღნიშნეთ ეს არის რიგით მეოთხე აბსურდული ბრალი ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ არა და რეალურად მე თუ მკითხავთ თუ ვინმეს უნდა კონდეს ბრალი წარდგენილი ეს არის შოთა ჭიპაშვილი რომელიც როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს სასტიკ მოპყრობაშია მხილებული შევახსენებ მე საზოგადოებას რომ შოთა ჭიპაშვილი იყო ის ადამიანი რომელმაც არ მისცა სხვა პოლიციელებს საშუალება რომ ძალიან მოჭერილი ხელბორკილები ალეკოსთვის ცოტა შეემსუბუქებინათ მიუხედავად იმისა რომ გალურჯებული ქონდა ხელები და სისხლის დიოდა ხელბორკილებიდან ასევე არ მისცა შოთა ჭიპაშვილმა საშუალება სხვა პოლიციელებს წყლის მიწოდების ალეკო ელისაშვილისთვის აგინებდა შოთა ჭიპაშვილი ალეკოს და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ეს ჩამონათვალი უკვე საკმარისია იმისთვის რომ ვივარაუდოთ რომ პოლიციელმა გადაამეტა ყველანაირ უფლებამოსილებას ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება და ჩაიდინა ის რაც ჩაიდინა ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა და ნორმალური სამართალი გქონდეს ამ ქვეყანაში აუცილებლად ბრალი ექნებოდა წარდგენილი ამ საქმეზე არა ალეკო ელისაშვილს არამედ შოთა ჭიპაშვილს მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხო ვხედავთ რომ არანაირი სისტემა არანაირი სტრუქტურები აღარ მუშაობს ამ ქვეყანაში და რაც მთავარია არანაირი სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის რომ შემოგვაჩეჩა და ხელში გვაქვს ახლა მურუსიძის უსამართლო სასამართლო და შესაბამისად ახლა არავის არ გვიკვირს მურუსიძის სასამართლოდან ამ გადაწყვეტილებების მიღება თუმცა აქ ხაზია გასასმელი რაში დასჭირდა ქართულ ოცნებავს ყველანაირი აი ეს სპექტაკლი სწორად აღნიშნეთ რომ 13 წელი უკვე მსჯილია და აი ეს რაღაცა მუხლი რომელიც გამოსწორებით გამოსწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს და მაქსიმუმ 1 წლამდე პატიმრობას რაში დაჭირდათ ახლა მე გეტყვით რაში დაჭირდათ ყველა სიტუაციებს 1 წლამდე პატიმრობას ან გამოსასწორებელ სამუშაოს 180 დღიდან 200 დღემდე მაქსიმუმ ეს მუხლი მაგრამ მე გეტყვით ახლა შევახსენებ საზოგადოებას კი ბატონო ხო შევახსენებ საზოგადოებას ეგრეთ წოდებულ ძაღლების საქმეს სადაც ერთადერთ მოწმედ ბრალდებას ყავდა ძაღლი რომელიც ჩვენ რომ მოვიკითხეთ ეს ძაღლი ვერ გვაჩვენეს ანუ რამდენად შეესაბამებოდა ხო სტანდარტებს ყნოსვა ქონდა თუ არ ქონდა აცრებიჩად მოკლედ ეს ძაღლი ვერ გვაჩვენეს ჩაიგდეს თავი ძალიან სასაცილო მდგომარეობაში და საბოლოოდ თაროზე შემოდეს ეს საქმე და მე არ გამოვრიცხავ რომ საერთოდ შეწყვეტაც მოუწიოთ და თუმცა კი ეს ძაღლების საქმე აქამდე იყო საქმე რომლითაც აგრძელებდნენ ალეკო ელისაშვილისთვის ოჯახის წევრების ნახვის უფლების შეზღუდვას. მოგეხსენებათ რომ უკვე მსჯილ ბრალდებულებს აქვს ამ უფლების გამოყენების საშუალება. მაგრამ იმიტომ რომ უზღუდავენ და ხოლმე და იმიტომ რომ ჰაერში უკვე ეს საქმე ქონდათ ხო რომელიც თაროზე შემოსდეს ამ საქმით გააგრძელეს ოჯახის წევრების შეზღუდვა თუმცა კი როგორც აღნიშნეს სავარაუდოდ მოუწევთ ამ საქმის შეწყვეტა და ეს ხელახალი ბრალი მათ ჭირდებათ რომ გააგრძელონ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და რაც ძალით და ღონი აქვთ ამას ცდილობენ ამას აკეთებენ და თუ კი რამე შეზღუდვების გაკეთება შეუძლიათ თუ კი უფრო კაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მისი დატოვება შეუძლიათ, ანუ რაც შეუძლიათ, რომ დაუმძიმონ სიტუაცია ალეკო ელისაშვილს ყველანაირად იყენებენ მათ ხელში არსებულ აი ამ ძალაუფლებას. კი ბატონო, ქეთი, აქვე უნდა ვიკითხოთ, რატომ ყავთ სამიზნეში ასე ამოღებული ალეკო ელისაშვილი, მისი გარტყმული სილა და მუშტი მდინარაძისთვის, ფიქრობთ თუ არა არის მისთვის პოლიტიკური შურისძიების, ასე ვთქვათ, საფუძველი ამ შემთხვევაში 13 წლიანი ცხადია. ცხადია, მე მიმაჩნია, რომ ეს ზუსტად ასეა, მე მიმაჩნია, რომ ეს არის შურისძიება იმ ძალიან ცნობილი ინციდენტის გამო, რაც მოხდა მამუკა მდინარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის, ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას თავიდან, როგორ დაიწყო ალეკოს საქმის წარმოება, ნივთის დაზიანებით აღუწრეს საქმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩალვა პაპუაშვილმა გამოაცხადა, რომ αλეკო ელისაშვილმა ჩაიდინა თითქოს ტერორიზმი, მას სასწრაფოდ დაუმძიმეს მუხლი და უკვე შემდეგ წავიდა ტერორიზმის მიმართულებით განხილვა.
გადაკვალიფიცირდა ეს საქმე, ეს თანმიმდევრობა ზუსტად ასე იყო ნამდვილად. ზუსტად ასეა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან ისე სამართლიანად გვაფიქრებინებს, რომ ეს არის პირდაპირ ქართული ოცნების დაკვეთა, რასაც მურუსიძის სასამართლო პირნათლად ასრულებს და მე დარწმუნებული ვარ და ყველა ჩვენ ამას ვნახავთ, რომ მე დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან მალე მოუწევთ მუხლის კვალიფიკაციის შეცვლა, იმიტომ რომ ვერ დააჯერეს საზოგადოებას ალეკო ელისაშვილის ტერორისტობა. შეიძლება ეს ახალი ბრალი კიდე იმისთვისაც ჭირდებათ, რომ საზოგადოებას დააჯერონ როგორი დამნაშავეა ალეკო ელისაშვილის სახით, მაგრამ რა ვიცი, მე მეღიმება ამაზე, იმიტომ რომ თქვენც ნახავდით იმ რეაქციებს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტობრივად აფეთქდა სოციალური ქსელი, როდესაც 13 წელი მიუსაჯეს და ტერორისტად გამოაცხადეს ალეკო ელისაშვილი და თავადაც ხედავენ, ხო, ამას ვერ დააჯერეს საზოგადოებას და ამიტომ კიდევ ახლა ახალი ბრალი მოიგონეს და თავის გაფუჭებულ საქმეს რაღაცნაირად ცდილობენ, რომ თვითონ გამოასწორონ და რაღაცნაირად დააჯერონ საზოგადოება, მაგრამ ხალხი ბრძენია, რა თქმა უნდა. ალეკო ელისაშვილთან ერთად მე ახლა ნიკამელია მახსენდება, ვისაც ციხეში ყოფნის დროს უმძიმებენ, ანუ სხვადასხვა ბრალს უყენებენ, მათ შორის მოსამართლეს შეურაცხყოფას და ასე შემდგომ უმატებენ. ესე იგი ციხეში ახალ ბრალს 4 აქვს აგროვებული აგერ ალეკო ელისაშვილს და ვიდრე დაგემშვიდობებით, კეთი, მინდა ვიკითხო, ალეკოსთან კონტაქტის საშუალება ახლა არ აქვს ოჯახის წევრებს კვლავ, ანუ და აქვს მხოლოდ ადვოკატს. მხოლოდ ადვოკატებს შეგვიძლია მასთან შესვლა და მისი მონახულება. ოჯახის წევრებთან დალაპარაკება, შეხვედრები პოლიტიკოს ისევ აკრძალული აქვს. დიახ. ალბათ სახალხო დამცველსაც აქვს მისი მონახულების უფლება, თუ სურვილი და წარმომადგენლებს თუ არის ეს კომუნიკაცია. ცხადი აქვს, მაგრამ მე პირადად ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაქვს. მე უბრალოდ მოვისმინე სახალხო დამცველის კომენტარი, რომ თითქოს მას ოჯახთან შეხვედრის შეზღუდვები მოუხსნეს, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ სახალხო დამცველს ეხლა მაინც აქვს რეალური ინფორმაცია თუ რა ხდება მისი ყოფილი თანამებრძოლის და მისი მეგობრის თავს. ანუ ალეკოს ეს უფლება არ დაბრუნებია, მას დღეს წაუყენეს ახალი ბრალი, ის კვლავ შეზღუდულია, მხოლოდ ადვოკატთან კომუნიკაციის საშუალება აქვს დღეს, ეს არის მოცემულობა. ზუსტად ასეა და დღეს კიდევ ერთ ძალიან ცუდ ფაქტს ჰქონდა ადგილი, ამას ახლა პირველად თქვენი ეთერით ვამბობ. მიმოწერის შეზღუდვასაც ჰქონდა დღეს ადგილი. ალეკოს დღეს უნდოდა წერილის გამოტანება საპატიმროდან, მაგრამ ეს წერილი არ გამოატანეს ადვოკატს და დაუბრუნეს ისევ ალეკოს და ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან ძლიერი ფაქტი, რომ წერილობითი კომუნიკაცია შეეზღუდა დღეს. აჰა, მიმოწერის დღეს უკვე ესეც შეეზღუდა. ანუ მას არ მისცეს საშუალება დღეს რამე ეთქვა საკუთარ ბრალთან დაკავშირებით წერილობით. მეოთხე რაღაცა არა კაცი უწოდა პოლიციელს, რომელიც მოექცა ისე, როგორც თქვენ წაღწერეთ და ადვოკატიც აღწერდა და ალეკო გამოკითხულია ამ საკითხთან დაკავშირებით საპატიმროში. პოლიციელი მას როგორ მოექცა, როგორც ვიცი. და ამ ყველაფრის ფონზე დღეს მას იქით წაუყენეს ბრალი და არ მისცეს საშუალება, ესე იგი სიტყვაც დაუპატიმრეს, რომ იქიდან საკუთარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ეთქვა. გასაგებია, კეთი, მადლობა, რომ იყავით. კი, ზუსტად ასეა. ძანეთ რამეს თქვა ხომ არ გსურთ და ვასრულებ. ნუ ტელევიზორის საშუალება ალბათ აქვს ალეკოს ციხეში, ტელევიზორი და წიგნები და ის ამარტოო საკანშია, როგორც ვიცი, ხო? დიახ, ასეა, ზუსტად ასეა და ზოგადად ეს შეზღუდვებიც გვაჩვენებს რას, ხო? ქართულ ოცნებას ეშინოდა პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილს და ყველაფერი გააკეთეს, რომ ის საპატიმროში გამოეკეტა და იქიდან მისი სიტყვისაც კი ეშინიათ. ჩვენ ვნახეთ პროცესებზე გაჩუმებული ალეკო ელისაშვილი, პროცესებზე გაძევებული ალეკო ელისაშვილი ერთ წინადადებას არ ასრულებინებდა მოსამართლე და ახლა უკვე მიმოწერად შეუზღუდეს. ეს უბრალოდ გვაჩვენებს რამდენად ეშინია ალეკო ელისაშვილის სიტყვის ქართულ ოცნებას. კი ბატონო, ახლა გაახსენდათ აგერ ჩემ კოლეგებს 37 წელი იყო ფაქტობრივად ასეთი გადასახლებაში მყოფ ადამიანებს მიმოწერის უფლება შეზღუდული ჰქონდათ და კარგი გამგრძელებლები აღმოჩნდნენ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ალეკოსსა და არა მარტო მის თავს. და აქვე დავამატებ სოფო აქვე დავამატებ და შევახსენებ საზოგადოებას, რომ ალეკო ელისაშვილის რუსეთის ფედერაციაში მისჯილი აქვს 6 წელი და
რუსებს აჯობეს ქართველებმა ბრალიც უფრო მძიმე წარუდგინეს და უფრო სასტიკადაც ექცევიან. სამწუხარო რეალობაა ეს. კი ბატონო, ამ შემთხვევაში პუტინისა და ივანიშვილის რეჟიმის მიდგომა და ინტერესი როგორც ჩანს აქაც დაემთხვა.